მოგესალმებით, შაბათ დღეს საღამოს 9:00-ზე მე გახლავართ გიორგი დარასელი და აუცილებლად მინდა მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვისაც მოკითხვა სჭირდება, ჩვენი ბევრი ადამიანი ხდება ტაძრებში და რა ვიცი, უხარიათ ეს გადაცემა, ვისაც უხარია, ვინც უცხოებაში მყოფი წერენ ძალიან ბევრი ბედნიერება სიხარულს გისურვებთ, საავადმყოფოს აშინა, ვინც ხარ თავის ცნეულებას აშინა, ყველას სიკეთე და სიხარულს გისურვებთ და ბედნიერებას რა თქმა უნდა პატიმრებთან ერთად აუცილებლად და დღევანდელი ჩვენი თემა არის, ეს თემა ავარჩიე, ჯერ მონატრებული სტუმარი ყავს ძალიან და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო რომ მობრძანეთ მამა გიორგი თეოდორაშვილი დეკანოზი რომელიც ნარიყალის ტაძრის წინამძღვარია თქვენ იცით ჩემზე უკეთ ეს ყველაფერი და დაგლოცეთ თუ შეიძლება დაგლოცოთ და მადლობა გიორგი რომ მომიწვიეთ ამ გადაცემაში დიახ დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო იმისაც რომ არიზარებთ ჩვენთან მომბრძანებას და თუ შეიძლება მამაო ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე გადამწყვეტი რამ ჩვენ ბევრი ვართ მორწმუნენი ბევრი არ ვართ მორწმუნენი რაღაცა მაგრამ ყველაზე მთავარი რაც ჩვენში ადამიანს ამახსოვრდება ეს არის ჩვენი შეგნება ეს შეგნებული ადამიანი აუცილებლად ბოლოს მაინც მიდის ღმერთამდე და ანდა სულ შეიძლება არ იყო მორწმუნეებს მაინც აწონებ თავს როცა ხარ შეგნებული ადამიანი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეგნებას ეს ოდითგანვე იყო ჩვენთან ოღონდ აი ბოლო ხანებში რაღაცა შეგნებული ადამიანების დეფიციტი გაჩნდა მიუხედავად იმისა რომ წიგნმა იმატა თითქოს წიგნების მაღაზიები იხსნება თითქოს ყველა კითხულობს და ასე შემდეგ რა უნდა ქნას მამაო ადამიანმა რომ იყოს შეგნებული უფრო ალბათ პატარა თაობებში და დითაობებშიც არის, მაგრამ დითაობებში იმდენად არ არის, პატარა თაობებში და ახალგაზრდებში შეინიშნება ეს უფრო მამაო და თუ შეიძლება შეგნების აი რა უნდა ვქნათ რომ ვიყოთ ესეთი შეგნებული რომ საინტერესო თემა შემომთავაზე გიორგი ამაზე ამ საკითხზე ჩვენ ადრე არ გვისაუბრია და დღეს ხშირად ჩვენ გვესმის განსაკუთრებით ძველი თაობისგან ახალგაზრდა თაობაზე ეს რა შეუგნებელი თაობა მოდის აი ჩვენ დროს ასე იყო ამას ასე ვინ გააკეთებდა ასე როგორ მოიქცეოდა და ნახე რა შეუგნებლები არიან და ძალიან ხშირად შეიძლება ითქვას რომ სიმართლეც არის ამაში მაგრამ ძალიან ხშირად შეიძლება გაზვიადებულიც იყოს რახან ამ თაობის ახალგაზრდობაზეა საუბარი ხშირად შეიძლება ტყუილათაც მიაწერონ ბავშვებს შეუგნებელი რაღაც მდგომარეობა მე ვფიქრობ რომ კარგად დამასწარი შენ გიორგი რომ შეიძლება ადამიანი მორწმუნე სულაც არ იყოს მაგრამ ძალიან შეგნებული ადამიანი იყოს მე ვფიქრობ რომ ადამიანის შეგნება მისი ასე ვთქვათ სინდისის მიერი ცხოვრებიდან მოდის ყველა ადამიანს ღმერთმა მისცა სინდისი ძველ ქართულად სინდისი არის თანაგონება თანაცოდნა ეს ბერძნული არის სინედიოს ხოთაშუას ერთი დიდი მეცნიერი ამბობდა რომ ქართველი ხალხი ერთ-ერთი ხალხი ვართ თუმცა ქართული საკუთარი არც სინდისი გაგოჩნია და არც ნამუსიო სინდისი ბერძნულია ნამუსი სპარსული გარკვეულ ზნეობას ნიშნავს ნამუსი ყველა ადამიანს ღმერთმა მისცა სინდისი და თუ ადამიანი სინდისის მიერი ცხოვრებით ცხოვრობს რა საკშიც გინდა იყოს ის არის შეგნებული ადამიანი რასაც მას სინდისი კარნახობს და ისე იქცევა ის ბუნებრივია იქნება შეგნებული ადამიანი მაგრამ თუ არ უსმენს სინდისის ხმას ის ბუნებრივია შეუგნებელი იქნება ანუ მას შემეცნება არ ექნება და ვერ გაიგებს როდის როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს ხო რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანი არ უსმენს სინდისის ხმას და არც არავინ არაფერს არ ასწავლის ბუნებრივია აქ რელიგიაზე არაფერში არ არის საუბარი და არც თქვათ ზნეობრივ ცხოვრებაზე მას უკვე ასე თქვათ აი მე ძალიან ბევრი მოზარდე მინახავს თვალებში გიყურებს და იტყუება ცრუობს ხო ფაქტიურად და შეიძლება წარბი არ შეუტყდეს ისე თვალი არ დაახამხამოს ისე იცრუოს ისე მიაყენოს შეურაცხყოფა ასე ვთქვათ ასაკოვან ადამიანს რომ არც შერცხვეს და არც გაწითლდეს მე ვფიქრობ რომ ეს არის უსინდისო ადამიანის მდგომარეობა შეიძლება ასაკიანი ადამიანი იყოს შეუგნებელი შეიძლება მოზარდი შეიძლება შუა ასაკის აქედან გამომდინარე საჭიროა რომ მშობლებმა პირადი მაგალითით ასე ვთქვათ გააღვიძონ ბავშვებში ასე ვთქვათ სინდისი თანაგონება თანაცოდნა ის პატარა ღმერთი რომელიც ყველა ეროვნების ადამიანს ყველა სქესის ადამიანს ნებისმიერ ადამიანს ჩადებული აქვს ღვთისაგან და თუ ვინმე არ უსმენს სინდისის ხმას ბუნებრივია ის ვერ მიხვდება საზოგადოებაში როგორ უნდა მოიქცეს ან კი სინდისი მას ამხელს მაგრამ ის ხშირად უკვე ფეხს აბიჯებს საკუთარ სინდის და უკვე ნათქვამია ძარღვი აქვს კაცყვეტილი შუბზე ისე მეტყველებს ისე აცვია ისე იქცევა ისე საუბრობს ისე მოქმედებს რომ ისი დანახვა არავის არ სიამოვნებს
ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანში შეგნების გაღვიძება. თქვენ მოგახსენებათ, რომ პენტენციალურ სისტემას ხელმძღვანელობთ, ანუ დეპარტამენტს, რომელიც ასე ურთიერთობა აქვს ციხეებთან და ხშირად შეგნება ადამიანში ციხეში იღვიძებს. თორსა ის თავისუფლად ცხოვრობდა შეუგნებელი ცხოვრები და ვერ ხვდებოდა კარგი რა იყო და ცუდი რა იყო, თეთრი რა იყო და შავი რა იყო. სიკეთე და ბოროტება რა იყო, ანუ შეუგნებლობა ეს არის ზუსტად, აი როცა ის აღმოჩნდა საკუთარი ცხოვრებიდან, შეუგნებელი ცხოვრებიდან გამომდინარე საპრობილეში, მერე გააგებინეს, ზოგს მოძღვარმა გააგებინა, ზოგს გარკვეულმა ადამიანებმა გააგებინეს, რომ აი ძმაო, ეს ცხოვრება ასეა და შენ ასე აღარ უნდა მოიქცე. მე არა მაქვს შავ სამყაროზე საუბარი. შეიძლება გამოცდილმა ადამიანმა, გამოუცდელ, შეუგნებელ ადამიანს გააგებინოს და ძალიან ბევრი ადამიანი აცხადებს, რომ ციხე არის აკადემია და ციხეში ისინი დაიბადნენ მეორედ და იქ მიხვდნენ, რომ როგორ უნდა მოიქცნენ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანმა სავანტყოფოში გაიგო ეს თქვა, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ აღარ უნდა მოიქცეს, რა უნდა მიირთვას, რა არ უნდა მიირთვას, ხო, რამდენი უნდა ჭამოს და რამდენი არ უნდა ჭამოს. აი სამწუხაროა, რომ ცხოველებმა იციან ხანდახან, აი მაგალითად ძაღლმა ძალიან ხშირად ოჯახის ძაღლმა იცის სად რა უნდა გააკეთოს, ხო? ძაღლებს იწვრთნიან და ხშირად სამწუხაროა, რომ პირუტყვი ხშირად უფრო გონიურად შეგნებლად იქცევა, ვიდრე ადამიანი იქცევა, ხო? და საოცარია, რომ ხატება და მსგავსება ადამიანი და არ იცის როგორ უნდა მოიქცეს. ძველ აღთქმაში პირდაპირ წერია, რომ ვირმა იცის თავისი ბაგა და ხარმა თავისი პატრონი და ამ დროსო ისრაელმა არ იცისო თავისი, ანუ შეუგნებლად ცხოვრობდა ისრაელი და როგორც კი იწყებდნენ შეუგნებელ, უსინდისო, ურწმუნო ცხოვრებას, ისინი იჯებოდნენ. რატო არ შეიძლება იგივე ითქვას დღეს ქართველებზე, ხო? რატომ არ შეიძლება და შეიძლება, რა თქმა უნდა, როცა ჩვენ არ იცი როგორ ცხოვრობ. აი კი არა, ახლა გამახსენდა, შეიძლება სულ არასწორად მოიყვანო ეს მაგალითი, მაგრამ რამოდენიმე კვირის წინ მამა გაბრიელის ქუჩაზე ნახეთ რა მოხდა, ხო? რაღაც გარკვეულმა სექტის წევრებმა, რომელსაც შვილიც იყო გაერთიანებული, საკუთარი დედა აჩეხა და სასტიკად აწამა და ასეთ ძიმედ მდგომარეობაში მიიყვანა. როგორ მივიდნენ ეს ბავშვები იმ სექტამდე, ხო? რა მდგომარეობიდან ესენი უცბად ხომ არ გამხდარან იმ სექტის წევრები და ეხლაც გიორგი, აი წარმოიდგინე, არაფერი ჩამეჩუმი არ ისმის, ხო? ხომ არავინ არ იღებს, ვითომაც არაფერი. ხვალ ვიღაცას აკუწავენ კიდე, ხვალ ვიღაცას თავს მოაჭრიან და მერე შეიძლება ამოიღონ ხმა. ეხლა ეს წარმოიდგინე, რომ მსგავსი საქციელი, რომელიმე მართლმადიდებლებს რო გაეკეთებინა, რა დღეში ჩავარდებოდნენ გარკვეული ადამიანები, ხო? მიტინგს მოაწყობდნენ საპატრიარქოსთან და ვითომაც არაფერი არ მომხდარა. ეს არის რომ ამდენი შეუგნებელი ახალგაზრდა რო არსებობს დღეს ხვალ ისინი სექტანტები ხდებიან, მე რაღაც სატანურ სექტაში მიდიან და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ ასეთი სასტიკი მკვლელობა, ესე ვთქვათ, აღესრულა. და ამაზე დღეს საზოგადოება ხმას არ იღებს. ვითომაც არაფერი, რაღაც გარკვეული რგოლები დაიდო, ვიდეო რგოლები ინტერნეტში და მეტი არაფერი. ეს მოდის ყველაფერი ზუსტად იქიდან, რომ როცა ბავშვი შეუგნებლად იზრდებოდა, ეს მდგომარეობა ხო არ დარჩებოდა, ასე ვთქვათ, არა, ის უფრო მისი შეუგნებლობა ისე გადაიზარდა სატანიზმში, სისასტიკეში და მრისხანებაში, რომ საკუთარი მშობელი გამოასალმეს სიცოცხლეს. ამაზე მე ვფიქრობ, დასაფიქრებელია ძალიან და რა თქმა უნდა, ეხლა ეს მშობლის ბრალიც არის, ფათესი არ არის, რომ ყველაფერი შვილის ბრალია და მშობლის ბრალი არაფერი არ არის. როცა ხედავ, რომ შენი შვილი იქცევა შეუგნებლად, უსინდისოდ, უგუნურად, აუცილებლად უნდა მიმართო მას, ასე ვთქვათ, სიყვარულით, რა თქმა უნდა, შეაგონო, შეახსენო, უნდა მასთან დახარჯო გარკვეული დრო. ისე კი არა თქვათ, რომ ერთხელ ეთქვი და მერე თავში ჩაარტყავ, ყურსა უწევ, პამპულს ამოარტყავ, სახლიდან გააგდებ, შეაშინებ პატრულით და რა ვიცი, უამრავი რაღაცები არსებობს. ხო, ან მერე ზოგი უგდლით აშინებს, ხო, ეკლესიაში მიგიყვან და მოძღვარი დააგშიეს თქვათ, ანუ მოკლედ რაღაც უცნაური ქმედებები ახასიათებთ გარკვეულ მშობლებს, ხო? ადამიანი არის ზნეობრივი და მეტყველი არსება, სინდისის მიერი არსება და მე ვფიქრობ, მასთან საჭირო არის ასე ვთქვათ, ესეთი დიალოგი, როგორც ახლა ჩვენ შორის არის გიორგი და პირადი მაგალითით მოძღვარმაც, მშობელმაც, უფროსმა და-ძმამ უნდა ასე ვთქვათ, შეაგნებინოს ახალგაზრდა თაობას. შეიძლება ახალგაზრდა არ იყოს და საკმაოდ უკვე გაზრდილი იყოს და შეუგნებელი ადამიანი იყოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ დღეს ძალიან ბევრი შეუგნებელი ადამიანია საზოგადოებაში. ეს შეუგნებლები განათლებულებით შეიძლება იყვნენ და თანამდებობის პირებით შეიძლება იყვნენ, ხო? შეიძლება ეს სამწუხაროდ დასულიერო პირით შეიძლება იყოს, ეკლესიისტი ქაროსანით შეიძლება იყოს.
და აღარ ჩამოუთვლი უბრალოდ. ყველგან არიან შეუგნებელი ხალხი, არავის ანაფორა, ჯვარი, სტიქარი და რაღაც გარკვეული რეგალიები არ ცulis არაფერს, ხო? შეიძლება ის თავისუფლად დარჩა შეგნებული, შეუგნებელი ბოლომდე. შეგნებას შესამოსელი არ აძლევს ადამიანს, შეგნებას აძლევს მისი ცხოვრების წესი, სინდისის მიერი ცხოვრება, თავდაბლური ცხოვრება. დიახ, დიდი მადლობა, მამო. სხვათა შორის, მამო, მშობლები თვითონ ვეღარ ერევიან ბავშვებს და 13 წლის ბავშვები ძალიან ჩვეულებრივად ისე აზროვნებენ, როგორც 20-25 წლის ვითომ ეხა თვითონ გონიათ რომ აზროვნებენ, ამდენ ასაზროვნებენ, ხო? და აი ეს მომენტი აქვთ, მამაო, რომ აი სიტყვაზე აი დიდობენ რაღაცა და ადრე თაობებს, მამო, არ თქვა, იმიტომ რომ აი რაღაცა შედარება მინდა მოვიტანო, მამო, იმიტომ რომ ესენი ხა ამ ადრესს ხო საერთოდ არ ითვალისწინებენ, მაგრამ ჩვენი თაობა მაგალითად იყო, რომ ეხა 20 წლის რო იყავი, კიდე რაღაც დედას ითვალისწინებდი, რაღაცას ითვალისწინებდი და ამათ საერთოდ აღარ გააჩინა, მამო, ანუ საიდან მოდის ძირითადად, ანუ ესე გაცივდა ქვეყანა ეს რაღაცა კომპიუტერი, რაღაცა ეს თანამედროვე რაღაცა ეს გარდაქმნებმა შეიწირეს ამათი ის გონების ის ნაწილი, რაც შეიძლება შეგნებას იდოსა და შეიძლება იცით რატომ, მამო? აი ხა მაგალითად 13 წლის ბავშვი, ხო, ადრე ხო გამორიცხული იყო, რომ ისე გასულიყო, ისე შემოსულიყო, რაღაცა დედისთვის არ დაეჯერებინა, ხო? ძალიან იშვიათად თუ რაღაცა მოხდებოდა და დღეს უკვე 13 წლის ბავშვი დედის დაჯერება კი არა, დედა რო არ უჯერებს იმაზე ჭხუბობს რა, რომ სახლში მივიდა და აი დედა არ უჯერებს, ან მამა არ უჯერებს, ან რაღაცა ესეთი მომენტი და თუ შეიძლება მამო, აი ეს ბავშვები რამ გაათავხედა ესე, ანუ ჩვენი თაობა დაიღალა და ფიქრობს რომ მოდი რაც უნდა ის უქნია, ჯანდაბამდე გზა ქონია, იმიტომ რომ ეხა დედა ჩვენები და ჩვენი მშობლები ესე არ იქცეოდნენ, ჩვენი მშობლები რაღაცა რო გჭირდა, ეგრევე გაგაქანებენ ან ეკლესიაში, ან ექიმთან რაღაცა რო რაღაცა შეგეშალა, ხო? დღეს უკვე აი ხელები ჩამოშვებული აქვს შობელს და ამბობს შეუგნებელი, ვერ ვაგნებინე ბოდიში. და აი 13 წლის ბავშვი სახლში სიგარეტს მოწევს და ასე შემდეგ. თუ შეიძლება ბოდიში ვიხდი, აი არ დაუჯერებს. რაშია მამაო, საქმე, რატო შეიცვალა ეხა რა 20 წლის წინ რო იყო ვიღაცა 13 წლის და შეგნებული იყო მამაო, რატო? იმიტომ რომ ამ ფაქტია, რომ ამათმა ეხა თქვენ საპატიმროებზეც ლაპარაკობდით, ხო და იმაზე ხო საავადმყოფოებზე ხო გადაივსო ეს ყველაფერი იმით, რომ ადამიანს არ ყოფნის იმდენი, რომ სხვა ადამიანებს მოერგოს და ფაქტიურად იმაშვება, ხო? მე ცხოვრებასაც იღუპავს, ხო? დედები რავი ნატრობენ უკვე, რომ შვილებთან აღარ იყო, იმდენად შეუგნებელი თაობა არის რაღაცნაირად. ყველაზე არ მოხს ლაპარაკი ბოდიში გიხდმა 80%-ზე, 98-ზე. სანამ ბავშვი სკოლაში მივა, ჩვენ დაგვყავს ის საბავშვო ბაღში. რატო ქვია ბაღი? აი წარმოვიდგინეთ, ხო ბაღი რა არის? სადაც ყვავილები და ასე თქვა გარკვეული პროდუქტები მოდის, ხო? აი ბაღს რომ არ გამარგლავ და არ ასე თქვა მოთოხნი და არ შემოუბარავ. იქ გაიზრდება სარეველა და კლანჭა, ხო, ბუნებრივია. თუ ბავშვებს პატარაობიდანვე ჩვენ სიყვარულს, სითბოს, ზნეობას და სინდის არ გაუგვიძებთ და არ ვასწავლეთ. ბუნებრივია, ესენი თავხედები და ბრიყვები გაიზრდებიან. ხა სამწუხაროდ ესეთი ცხოვრების წესი გვაქვს დღეს, რომ დედა, მამა არ არის სახლში, თუ არის სახლში, დაკავებულები არიან და ბავშვი ზის კომპიუტერთან და ისე თამაშებს, უყურებს იქ. ისეთი ომები და ისეთი მოკლედ, რა ვიცი, სროლა და ბათქაბუთქი ხდება. ეს ყველაფერი ადამიანი ხო ისე არაფერს არ უყურებს, რომ მის გონებაში ეს ყველაფერი როგორც ფაილებში ჩაალაგო გარკვეული ცოდნა ისე ჯდება და ეს ყველაფერი მე მოზარდში აისახება. აი, ვისაც უნდა რომ გაიგოს თავისი შვილი როგორი პიროვნება, აი ამ წუთას ახლა გამოურთოს ცოტა ხანი ინტერნეტი და უთხრას აი 1 საათი შენ აღარ უნდა მიხვიდე კომპიუტერთან, ან ლოცვები წაიკითხე, ან წიგნი წაიკითხე. ნახეთ რა მოხდება უბრალოდ. ის შეგნებული და წყნარი ბავშვი როგორ დაემსგავსება ვამპირს უცბად, ხო? თუ ის საბავშვო ბაღი, ეს ბაღი და სკვერი შენ არ მოთოხნე, არ მორწყე და იქ არ მოშიალამაზე და სარეველა ბალახები იქიდან არ ამოიღე, ის მალე ატყევდება და იქ მოკლედ ამოვა ისეთი მცენარე, რომელიც იმ ბაღს უკვე მერე შებღალავს და ღვარძლი და ასე თქვა ხორბალი ერთად ასე თქვა იქნება და შემდგომში შეიძლება ღვარძლმა ის ხორბალი გადაფაროს, მაგრამ ამისთვის სამწუხაროდ რომ ბაღი გამარგლო მშობლებს არ სალიათ და მშობლებმა ასეთი რამე მოიგონეს რომ დასვავენ კომპიუტერთან ბავშვს და მთელი დღე საათობით ბავშვი ზის და არც აინტერესებს მშობელს ის ბავშვი კომპიუტერში რა გადაცემას უყურებს და რა თამაშებით ერთობა. ოღონდ კი ჩუმად იყოს და ოღონდ კი ეზოში არ ჩავიდეს. და შემდგომში ეს ყველაფერი, რასაც ბავშვი უყურებს ინტერნეტში, აისახება მის ცხოვრებაში და თვალს არ დაახამხამებს ისე, ასე თქვათ, გაგლანძღავს, ისე მოგაყენებს შეურაცხყოფას, იმიტომ რომ ისეთი ფილმები, ისეთი თამაშები ნახა იმან იქ, რომ კლავენ თავს, კვეთავენ, აფეთქებენ, ისვრიან და მოკლედ არის ერთი ამბავი და ეს ყველაფერი მე ბავშვი აისახება და გარკვეულ დროსაც ის უკვე
გაიზრდება, ნახეთ მე რას მოიმოქმედებს. ეხლა დღეს ძალიან ბევრი მშობელი აცხადებს და ძალიან ბევრ სკოლაში ბავშვი თავისუფალია, არ შეეხოთ, ესე უნდა იყოს, ესე უნდა იყოს. რა ჩვენი წინაპრები თქვათ, იგივე გურამიშვილი, იგივე ბიბლიაში სოლომონ ბრძენი, ნუ დაგეზარებათო, ყრმის გაწყებლა სურს ჯოჯოხეთიდან იხსნით. მე არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ ბავშვი უნდა ტანჯოთ, მაგრამ ხანდახან გაწყებლა აუცილებელია, როცა არ ესმის ეტყვი წყნარად, დედიკო, მამიკო და არ ესმის, ცოტა უკვე იქ რაღაც საჭიროა, მე არ ვიძახი რომ როზგი დავადოთ და თავდაყირა დავაყენოთ, აგურის ნაფხვნებზე დავაყენოთ, აგას არ ვიძახი, მაგრამ თუ ბავშვს რამე არ შეუზღუდე შენ და მისი ასე თქვა სურვილები არ შეზღუდე, ის აუცილებლად გაიზრდება ავაზაკი და თავხედი და ძალიან ბევრი იზრდება ასეთი. ესეთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსში, ერთი პატარა ბავშვი ყავს ბებიას და ეს ბავშვი მიდის და თელ ტრანსპორტში აწუხებს, მოკლედ გზაურებს, ზოგს პანჩურს ამოარტყავს, ზოგს თავში ქუდს გადაუგდებს, მოკლედ შეაწუხა თელი ავტობუსი და უთხრეს რომ ქალბატონო მიხედეო ბავშვს და ჩემი ბავშვიო, მე არაფერს არ უგზალავ, მინდა რომ თავისუფლად გაიზარდოსო. ერთი მამაკაცი მივიდა ამ ქალბატონთან, ცხვირზე მაგრად მოუჭირა ხელი და უთხრა რომ მე ბავშვობიდან ასე გამზარდებს, რომ არაფერს არ მზღუდავდნეო და ახლა მომიდაო შენ ცხვირზე მოგიჭირო ხელი. აგზნობინა როგორია თავისუფლად გაზდა შვილის და როგორია რომ არაფერს არ უგზალავ, საკუთარ თავზე გამოაცდევინა მას. ასე რომ თუ ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი შვილები შეგნებულები გაიზრდებიან თუ არ გაიზრდებიან, ზნეობრიობები თუ უზნეოები, სინდისისმიერები თუ უსინდისოები, აუცილებლად დროზე უნდა მივაქციოთ ყურადღება. კიდევ ვიმეორებ, რაც შეიძლება თბილად, სიყვარულით და ასე თქვა თავდაბლობით, ოღონდ თორსა უკვე არ ესმის, ხანდახან ყურიც უნდა მოუკაჩოთ. ამაზე ბიბლიაც საუბრობს, ჩვენი დიდი კლასიკოსებიც საუბრობენ და ამაში უცხო არაფერი არ გავაკეთებთ ამას. მე ნახავთ იმ საბავშვო ბაღში, იმ ბაღში, როგორი სცენარები გაიზრდებიან, რომელსაც უკვე ეკლებს გამოისხავენ და შემდგომში ისე კალი მშობელსაც მოხვდება. არა მარტო მშობელს, უკვე საზოგადოება ზიანდება მერე ამით. და იმიტომ არის, რომ უკვე პატარა ბავშვია და ნახეთ დამახინჯებული ფსიქიკა აქვს და ისეთი სახით იყურება, თითქოს მამისკვლელი იყოს და რა ვიცი, შეხედეთ. ყველა ჩვენ შვილებს შევხედოთ ყველას, ხო? შეუულია მას რომ ხელიც კი აწიოს დედაზე და მამაზე. ძალიან ბევრ მშობელს ეშინია რომ სიტყვა შეუბრუნოს შვილის, იმიტომ რომ შეიძლება მან ხელი აწიოს. ტყუილად არ მომიყვანიას მაგალითი, რაც ვერი გაბრიელის ქუჩაზე მოხდა. რომ ეს ერთი მომენტი უკვე დაფიქსირდა, ხვალ მეორე დაფიქსირდება და თუ ჩვენ ამას არ მივაქციეთ ყურადღება, ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით და მე მგონი განგაში უნდა ავტეხოთ გიორგი და დავიწყოთ უკვე ჩვენი შვილების, ასე თქვათ, თვალებში ყურება, რომ როგორ ცხოვრობენ და ხანდახან არ დაგვეზაროს მათი გაწყებლა. დიახ. დიდი მადლობა, მამო, აი რაღაც სამწუხაროდ ახლა მარტო ბავშვებზე და რაღაცა მოზარდებზე რო არ იყოს თელი ეს ისა წნეხი, ხო? მინდა რომ მშობლებზეც აუცილებლად კითხოთ და მინახავს ესეთი რაღაცა, რომ აი მშობლები თვითონ ამო რა ქნას, აი ცოდო არ მთელი დღე ახლა სწავლობს რაღაცა, ახლა რაც უნდა ქნას სიტყვაზე, ან აი მთელი დღე მე სახში არ ვარ, მამა არ ყავს არ რაღაცა და ეს მომენტი და ამართლებენ და ზოგს რომ შეიძლება კითხო რომ აი სიტყვაზე რომ აი შენი შვილი ესეთ დღეში არის რაღაც, რას ლაპ ჩემი შვილი რაღაც არც დაიჯეროს მამო, ანუ ხშირ შემთხვევაში მშობელი უხალისებს იმას, რაც არის და შემდეგ მე უბრუნდება ეს ბავშვი მშობელს და ეუბნება რომ შენ არიყავი ესე რომ მზდიდი? აი ეს მომენტი. მამო მშობელს ვერ დააჯერებ და ყველა მშობელთან მეშინია. მე შვილზე რო უთხრენ თუ ძალიან მართლა ოჯახის წევრები არ არიან ჩემი რომ შენი შვილი აი ეგ მიაქცია ყურადღება, ცუდია. მე ვერ ვეუნები მაგალითად, იმიტომ რომ ხვალ ის მშობლიანად, ყველაიანად შეიძლება შეგიზიზღონ და რატო ეხა ასატკბებელი თავი, რატომ? საერთოდ ვეცლები ხომ, იმიტომ რომ ვერ შეაგნებინებ რომ მისი შვილი ცუდია, მაგრამ საკმარისია რომ დაუდგე და უქო რომ მისი შვილი არის 30 ბავშვი ყველაზე კარგი და საუკეთესო, თვითონაც ხო იცის რომ ცუდი შვილი ყავს, სიტყვა ცუდი ყოფაქცევის, თორე ცუდი ბავშვი არ არსებობს, ხო? რაღაცა არა, აი თვითონ თავს იტყვებს და მოსწონთ, აი ანუ ავანტყოფურად ესე გისმენე რომ აუ რა კაი ის არის. აი ეს მომენტი, მამა, როგორ უნდა თვითონ შეიგნო შობელმა, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ბავშვს კითხესო, რატო ტირი ხარ და გამდისო და ტირი ვარო, ან ამადგან გაზდით ეგ, თორე ჩემთან რატო გაუვა? საერთოდ არ ავიტან და არც ნახავს სიტყვაზე, ცუდად თუ იქცევა, ხო? აი ეს მომენტი, მამა, თუ შეიძლება როგორ უნდა თვითონ შობელმა, იმიტომ რომ შობელი შვილის სიყვარულით არის დაბრმავებული. და მისი ცუდიც ეკარგება, მამო, ანუ ეკარგება რა მხრივ, სადღაც კი არა, ანუ კარგად ეჩვენება რა, აი მისი ცუდიც, აი რა ვიცი, აღა ვაზასო დაამტრის, ვაიმე და ნახე რა კაი ვაზა დაამტრი, აი ესეც მოსწონთ, აი ყველაფერი მოსწონთ თავის. თუ შეიძლება, მამო, აი ეს როგორ უნდა
ანუ ადამიანმა როგორ უნდა ძალიან ძნელია როცა ადამიანი გიყვარს და მისი ცუდი მხარე დაინახო ფაქტიურად ბრმა ხარ და უნდა ეძებოიხა ბრმამ რაღაცა ის იმიტომ რომ ვერ დაინახავ მეც ეგრე ვარ ვინც მიყვარს იმისთვის ვერასოდეს ვერ ხედავ სამწუხაროთან შვილზე ხომ მithumetes და თუ შეიძლება მამო რა უნდა ქნას ეს არა მარტო შვილის ამბავში თვითონ ადამიანმა აი ამ მდგომარეობაში რო არის რა უნდა ქნას გიორგი ხალხური ანდაზა არსებობს დედანახე მამანახე და შვილი ისე გამონახეო ხო ძალიან მარტივია ამაზე პასუხის გაცემა მაფიის ერთ-ერთი უხუცესი იყო კორლეონე რომელიც საკუთარ შვილს ეუბნება რომ შენ რასაც მე გელაპარაკები ის გააკეთე და რასაც მე ვაკეთებო ის არ გააკეთო მაგრამ რასაც ის აკეთებდა შვილმაც იგივე გააკეთა თუ ჩვენ შვილების აღზრდა გვინდა და მათ შეგნებაზე გვაქვს ლაპარაკი თვითონ უნდა იყოს შეუგნებელი ხლა ამას რა თქმა უნდა ბევრი ფილოსოფია თუ დედა და მამა შეუგნებლები არიან ძალიან დიდი ალბათობაა რომ შვილი შეუგნებელი გაიზარდოს ხო? ხო როცა დედა ეწევა თამბაქოს და შვილს ეუბნება რომ არ მოწიოს შვილიც 99% მოწევს როცა მამა ბილს იტყავს და შვილს ეუბნება რომ არ იბილს იტყავს ისიც იბილს როცა ტელეფონი რეკავს სახში და მამა ეუბნება რომ არა ვარ სახში და იტყუება შვილიც მოიტყუება ფაქტიურად ხო როცა დედა ეუბნება მამას რომ მეზობელის დახმარება ჭირდება და მამა რო ეუბნება რა უნდა დავეხმარო მოიცა მე ჩემი გამჭირვებია და მე მისთვის ფული არ მაქვს ბუნებრივია შვილი ამ ყველაფერს ისმენს ხო როცა სტუმრები გვიან მიდიან ოჯახიდან და სანამ სტუმრები სახში არიან დედმამა ფეხქვეშაგებიან სტუმრებს რო გადიან მე რამდენი ხანი იყვნენ აცხადებენ და რამდენი ჭამეს აი ეს ყველაფერი შვილში ირეკლება ხო ბუნებრივია და ეხლა რა რამდენი მაგალითი მოვიყვანე ხო და თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები კაცები და ქალები და კარგი ქართველები და კარგი მართლმადებლები გაიზარდნენ ჩვენ ეს ყველაფერი არ უნდა ვიყოთ მსახიობები არის იცი გიორგი შენ რომ ერთი ნიღაბით მოდის ადამიანი ეკლესიაში მეორე ნიღაბით სამსახურში მესამე ნიღაბით სახლში ქუჩაში სხვა ნიღაბით არის ამ ნიღაბებს იცვლის ადამიანი ხო ხედავ ეს ადამიანი ეკლესიაში სულ სხვანაირია ძალიან საყვარელია ძალიან თბილია თავდაბალია იგივე ადამიანი შეიძლება დაინახოს საზოგადოებაში შეიძლება გითხრას რომ აი ეს თქვენთან ეს ვამპირი ვინ არის და რა უნდა ამას ეკლესიაში ძალიან ვერჯერ უთხოვთ ჩვენ გეცინდება მაგრამ აი ეს მე დავითნე რო ცხოვრობს აქ და მგალობელიო აი მე დედა და ისეთ ხალხში გამიგია ესეთი რაღაცეები რომ წარმოიდგინე შემცხვენია ხანდახარ რომ მოძღვარი ვარ და იგივე მოძღვარზეც უთქვია თუ აუ ეს მოძღვარია ეს მოძღვარი უნდა იყოს და ძალიან ბევრი მე ჩემ თავზე შეგვიძლია თქვა რომ ხანდახან ჩვენც არა ვართ მოწოდების სიმაღლეზე და სხვაზე ვიშვერთ ხელს მე ხო და აქედან გამომდინარე ყველამ უნდა მივხედოთ საკუთარ თავს და რა ვიცი ახლა ჩვენი შვილებიც ხო მე ამ ყველაფერს დაინახავენ რომ თუ დაინახავს შვილი იმას რომ მამა რაც ოჯახშია ის გარეთ არის ეკლესიაში და სამსახურშია როცა მარტო ოჯახის წევრები არიან და არავის არ განეკითხავენ და არავის ოჯახში არ იყურებიან და არავის მამობაზე და დედობაზე არ ლაპარაკობენ როცა ბავშვი ხედავს 24 საათი რომ დედა მისი მეგობრის დედაზე ლაპარაკობს რომ სუბოქი ხო ფაქციების არის და ცუდად იქცევა და არის მეგობრო შვილო იმასთან იმის დედა ასეთია იმის მამა ასეთია ბუნებრივია შვილი უკვე გაორებულია და უკვე მას ენგრევა ფსიქიკა და მას უკვე თავისი მეგობარით შეზულდება და გონია რომ მარტო მისი დედა და მამა არიან კარგები და ეს ძალიან მისახედი მდგომარეობაა და ყველას ვისაც სიტყვები ესმის ხო თუ გვინდა რომ ჩვენი შვილები და ჩვენ ვიყოთ კარგები დავიწყოთ საკუთარი თავის გამოსწორებით და ეს ნიღბები ჩამოვექცნათ რა და რეალურად შევხედოთ ცხოვრებას და დავინახავთ ძალიან ბევრ შეცდომებს საკუთარ თავში და რადგან ჩვენი შვილები ხედავენ მე იგივე საკეთებენ გინდა არ გინდა აი ეს ვიდეო რგოლიც არის ძალიან ისეთი საინტერესო აი რასაც უფროსები აკეთებენ ბავშვი მიყვება უკან და ის ბავშვიც იგივეს იმეორებს ძალიან საინტერესოა ამისი ასე თქვა დანახვა და ამისი ხედვა მე ვფიქრობ დრო არის კიდევ დარჩენილი გიორგი რომ ამის მიხედვა შეიძლება და იგივე ჩვენი გადაცემა რა ხან დღეს ამ თემას შევეხეთ ხო შეიძლება ამ თემაზე ჩვენ დეტალურად განვიხილოთ კიდე როდის იწყება ბავშვის შეუგნებელი ცხოვრება ელემენტად თორსა დიახ მაინტერესებს არ გსმენიათ რომ გაეშმაკდაო რო იტყვიან ხოლმე ხო წარმოიდგინე საკმარისია ბავშვს ათამაშო არ მისე ჟინიანობს და როცა მისცემ უკვე გაჩერდება ხო უკვე მან თავისი გაიტანა ბავშვის აღზრდა უკვე მისი ასე თქვა ჩანასახიდანვე იწყება როცა ადამიანი არის ფეხმძიმე და ის თავხედობს ის ეწევა თამბაქოს ის არ ეზიარება არ ცხოვრობს ზნეობრივად და არ ცხოვრობს ინდისისმიერ უნებრივია მისი შვილიც უკვე იქიდან იღებს ამ საფუძვლებს და ყველამ უნდა იფიქროს ამაზე თქვა როცა კაცი ხედავს რომ მისი მეუღლე აი ამ მდგომარეობაშია და მას ანერვიულებს უყვირის აგინებს უკვე ის თავის შვილის აღზრდაზე აღარ ფიქრობს უნებრივია ხო რამდენი მაგალითს მოყვანა შეგვიძლია როგორც კი გავიგებთ რომ ჩვენ უნდა მამა გავხდეთ და დედა გავხდეთ უკვე შენ უნდა დაიწყო ფიქრი შენი შვილის აღზრდაზე
და თუ შენ ამ დროს ეზიარები, გალობ, შვიდათ ახარ არ განეკითხავ, არ ჩხუბობ, არ იწყევლები, ეს ყველაფერი შენ შვილში აისახება, მაგრამ წარმოვიდგინე ახლა რომ ფეხბურთზე მე ქალბატონი სიგარეტს ეწევა, ჩხუბობს, ყვირის, წივის, განეკითხავს, ქმარს ეჩხუბება, ამ პირიქით ქმარი ეჩხუბება და მე გასაკვირია რომ ბავშვი იბადება უკვე დამახინჯებული და უკვე ჟინიანი, უკვე თავისებური და საიდან მე უკვირთ როგორ რანაირად ერთ მაგალითს მოგიყვანთ ბავშვი დაიბადა და ტირის სულ აჭმევენ, რა ვიცი, აბანავებენ მაინც ტირის და ბოლოს მივხვდნენ რომ დედამისი 9 თვე რო ეწეოდა და ბავშვი დაიბადა ნიკოტინის მოთხოვნილება ჰქონდა და სანამ თამბაქოს ასე თქვა კვამლი არ იყვნოსა მანამდე არ გაჩერდა ბავშვი ხო? ახლა ვისი ბრალია ეს ბავშვის ბრალია როცა ნიკოტინი უნდა და მას ნიკოტინი დედის მუცლიდან მიიღო უკვე ფაქტიურად ხო? ანუ იმ შეუგნებლობას, უზნეობას და უსინდისობას ჩვენი შვილები ჩვენგან იღებენ. ანუ მოზარდი თაობა იღებენ ჩვენგან და ხა ჩვენ რო ვიძახოთ გიორგი რომ რა ცუდი თაობა მოდის და რა უვარგისები და შეუგნებლები არიან და საკუთარ თავზე არაფერი არა ვთქვათ, უნამუსოები ჩვენგან მოდივარ და შეუგნებლები, იმიტომ რომ რა მამაც აყავდა, რა დედას აყავდა ბავშვი ისეთი გაიზარდა, ისეთი დაიბადა. რატო არის ესეთი სიტყვა რო იყო? ეხლა აღარ არის მე მგონი კეთილშობილი, ხო? კეთილშობილი იყო, იმიტომ რომ დედაც კარგი ყავდა და მამას, ორივე ეკლესიური იყო, ორივე ზნეობრივი იყო, სინდისისმიერი იყო, ეზიარებოდნენ, არ ჩხუბობდნენ, ცხოვრობდნენ ადამიანური ცხოვრებით, თავდაბლობით და სიყვარულით და ბავშვიც კეთილშობილი იბადებოდა და დღეს აი კარგად დაუკვირდით რა. მე ხშირად მაქვს ხოლმე შეხება მომავალ თაობასთან და ვეკითხები გოგონა შენ ახლა სიგარეტს ეწევი შილო შენ როგორი დედა იქნება მომავალ შეება მითხარი ხო და ამ დროს უკვე არავის აღარ აინტერესებს ეს გოგონას სიგარეტს რო ეწევა არასრულფასოვანი დედა რო იქნება თქვა ეს არც ბიჭებს უკვე აღარ აინტერესებთ მისი საცოლე თამბაქოს ეწევა თუ არ ეწევა და ეხლა ეს მამა აღარც არის მე მგონი უკვე ის არის მე მგონი აღარც არის და ეს გამოიწვევს გიორგი ჩვენი მომავალი თაობის დეგრადაციას. ეხლა გოგონა რომელიც 14 წლიდან ეწევა სიგარეტს, ის როგორი დედა უნდა იყოს და მისი შვილი როგორი შეგნებული დაიბადება და როგორი ჯანმრთელი დაიბადება. მე ურტყავენ თავში რომ დებილო, არანორმალო კრეტინო ვერ სწავლობს, ხო როგორ ისწავლის, ხო წარმოვიდგინეთ რა. ვერ ისწავლეს, იმიტომ რომ მას უკვე დამახინჯებული ფსიქიკით დაიბადა უკვე და მე ამბობ რომ აი სად არის ღმერთია თუ დაიბადა ასეთი არასრულფასოვანი დამახინჯებული. იმიტომ არის პათოლოგიური შობადობა რო არსებობს და ზოგი როგორი მახინჯი ბავშვი იბადება. ღმერთი რა შუაშია, ხო ეს გენეტიკურია, ეს ჩვენი გენეტიკა არის დაზიანებული და ყველა ჩვენი არასწორი ქმედება გიორგი და ცოდო არის გენეტიკაში ინიექცია. სამწუხაროდ. მამო დაუნახავი თაობა რო არის მამო აი მასთან დაკავშირებით აი მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ იცი რა არის ჩვენი აი ხა მაგალითად ჩვენს წინ ვინც იყო საერთოდ ნებისმიერ თაობას ვამბობ რომ ადამიანს ეხა რომ მოკვდება ხო ადამიანი ზოგი ხარობს რომ იმის გამო მოკვდა რომ ნახე რა თაობა რჩება და ეს თაობა შეინახავ საქართველოს რაღაცა მაგრამ ეხა დღეს რომ მაგალითად მე მოკვდე ხო სიტყვაზე ანუ ვიღაცა სხვა ადამიანი ხო სულ ის გამყვება სადარდებლად რომ აუ რა თავ ისუტოვებ საქართველოს ჩემი ეს ბნელები სიტყვაზე ეს მომენტი არის რა, იმიტომ რომ შენს გზას ვერავინ ვერ განაგწობს კი არა და შენ სურათით შეიძლება აღარ დაკიდონ, მოგისროლონ იქ ერთ თვეში არავის არ ემახსოვრება. მამო, ეს დაუნახავი თაობა ყველაზე ცუდი ის არის, რომ სანატრელი გახდება 10 წლის მერე. აი ეს ბავშვები დღეს რო არიან, ვითომ რაღაცა ესეთი პრობლემური ხო და არიან პრობლემური ბავშვები მართლა, იმიტომ რომ გონიათ თავი რაღაცა რემბოები და ამ დროს ჯერ არც უცხოვრიათ. ეს ბავშვები მამო 10 და 20 წლის მერე გახდებიან სანატრელები, იტყვიან, აუ 20 წლის, აი მე როგორც ვამბობ, აუ ადრე რა თაობა იყო. ესე შეიძლება აი ამ ბავშვმა თქვას, აუ ჩვენ დროს რა მაგარი დრო იყო და რა მაგარი თაობა. ეხლა ჩვენ ვისაც სიტყვაზე ბჭყალებში ვლანძღავ და იმაშვებით, ხო? ამათ თქვა, რომ ეს თაობა ინატრო. მამო, რა უნდა ქნან? მამო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანის დაუნახაობა რა. დაუნახავი რო არის ადამიანი, იმიტომ აქ ქრისტეს წინაშეც და ყველას წინაშეც დამნაშავეთ, რომ ეხლა დანახვა რო შეეძლო სიკეთს ადამიანს, ეშველებოდა საქართველოს ამდენი ადამიანი ლოცულობთ თითქოს ბჭყალებში და ვერ გვეშველა ვერაფერი, ხო და თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით, აი ეს დაუნახაობა არის თითქოს და ამ თბილერში, თბილად გაზრდილ ბავშვებში, როგორი ის არის, ხო, როგორი თბილი მშობლები ყავთ, ხო, მაგრამ აი ესეთი დაუნახავები არიან და რა შეიძლება მამო, რომ ქნან და რითი შეიძლება გამოსწორდეს ეს, იმიტომ რომ ეს თქვენ ეხლა რასაც იტყვე ეკლესიაში ანუ ნეზია რაღაც ყველაფერს აკეთებენ თან ამას თითქოს მოძღვრებიც ყავთ რაღაცა მაგრამ შეიძლება ვიღაცა თურქი მუსლიმი გამოვიდეს და ის ბევრად დამნახველი იყოს ვიღაცა ირანელი საცოდავი იყოს აქ და ბევრად უფრო ხედავდეს იმას არ ვეხები ხა რაღაცა იმაში არ ჩავმართვან ანუ ხდება ხოლმე ესეთი რაღაცები და ძალიან გული მწყდება რა ამათ ამ შეგნებულ ადამიანებზე უფრო მეტად იმას რო ესმის ძალიან გული მწყდება რა
თუ შეიძლება მამა აი მასთან დაკავშირებით რა სიტყვით თქვენ რომ აი დაუნახაობა როგორ უნდა მოისპოს ადამიანში იმიტომ თვითონაც ხო ხედავ ხე პატარა ბავშვი რაღაც კამფეთს რო აძლევი და რომ მოისვრის და ზედ რო არ უყურებს აი ანუ ასე შემდეგ ბევრი რაღაცა დევს დეტალითაც იცნობ ხო იმას რომ ადამიანი დაუნახავ როგორ უნდა გამოასწოროს მამა იმიტომ ბევრი მშობლის წუხილი ხე მე რასაც გეუბნებით მამა ამის გამო დღე და ღამე რამდენი ადამიანი ტირის ალბათ ბალიშმა იცის მათი გასაჭირი მარტო რა ესეც შეუგნებლობიდან მოდის გიორგი უკვე მეორე თემაზე გადავდივარ ძალიან აქტუალური თემა ჩართე შენ ნამდვილად აქაც მშობლებს მინდა მივმართო მე მაგალითად როგორ ვიქცევი გიორგი ბუნებრივია მამა ვარ და მე ვარ ოჯახის მომარაგებელი ფაქტურად რამეს რომ მივიტან სახში და ბავშვები რომ იწყებენ ჭამას ველნოი რომ მადლობა ვის უნდა ასწავლოს დედამ და მამამ რომ მე რაღაც რომ მოვიტანე სახში მადლობა თქვი შვილო და ლოცვას ახლა მაინც თუ არ წაიკითხო მადლობა ღმერთს და მადლობა მამა და მადლობა დედა თუ შენ მშობელმა შვილს არ ასწავლე მადლობის თქმა და მადლიერება დღეს რომ მიიტან ხაჭაპურს ხო ხვალე მოგთხოვს წვაც რომ მიიტან მე უფრო რაღაც კარგს მოგთხოვს და რომ ვეღარ მიიტან მე შეიძლება დედა გაგინოს და გეჩხუბოს აი რატომ არის გიორგი რომ ჩვენი მშობლების თაობა ასე ვთქვათ პურზე და ნიორზე გაზრდილი თაობა იყო და ყველაფრის ფასი იცოდნენ და გაჭირვებაში გაზრდილები უფრო გაცილებით კარგები გაიზარდნენ ვიდრე ფუფუნებაში გაზრდილი ბავშვები იმიტომ რომ მათ იცოდნენ სწავლის ყადრი მათ იცოდნენ შესამოსლის ყადრი ყველაფრის ყადრი იცოდნენ როცა სახში მშობელმა მიიტანა პროდუქტები ცოტა მოჭარბებით და არ ეუბნება შვილს რომ აბა მეზობელს შენს მეგობარს შენს ახლობელს თუ აქვს ახლა საჭმელი სახში შენ ხო ბევრი გაქვს და გრჩება მოდი გაყავი შუაზე ან მესამედი მაინც გაუტანე და მიეცი შენს მეგობარს. ამას ახლა ვინმე აკეთებს, ვინმე საინტერესებს მეზობელის ბავშვი თქვა თან ოჯახი ან მოხუცებული, როგორ არსებობს და როგორ იკვებება, ხო? ეს არა თუ მშობელმა ეს ყველაფერი არ ასწავლა, სიკეთის გაკეთება, ზრუნვა, ყურადღება, აი ნახეთ მაცხოვარი რას ეუბნება ებრაელებს, რომ წყალობა და სამართალი დავიწყებული გაქვთო. ანუ უმადურებაში ხართო თქვენ და ის არიცითო რომ ღმერთი არის მოწყალე და თქვენც მოწყალეები უნდა იყოთ, რომ უსამართლოები ხართო. აი ესე ვარ ჩვენც ხანდახარო, ჩვენც მოწყალება, წყალობა, სიკეთე, სამართალი, ეს ყველაფერი დავიწყებული აქვს და მე რო დღეს ორი პური მივიტანე და სამი ხაჭაპური. ვინდა ვიკითხო რომ მეზობელი ან იქ ახლო ვინც ცხოვრობს, ხო? იმას აქვს საჭმელი თუ არა სახში და ეს ყველაფერი შენ შვილს უნდა ასწავლო, შვილს უნდა უთხრა, მამა, მოდი რა გაიტანე. შეიძლება აქვთ, მაგრამ მოდი გაუტანე რა. და მე ვიცი რომ აი ხშირად ასეთი მოწყალებით ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩენილა სნეულებას, შიმშილს და რაღაც გარკვეულ დაავადებას. მაგრამ დღეს ყველას სამწუხაროდ მარტო საკუთარი თავი ანაღოლებთ, საკუთარი შვილები ყავდეს კარგად, საკუთარი ოჯახი იყოს ყველაფერი და უმადურობა მე აქედან მოდის რომ ბავშვს არავინ არ ასწავლა მოწყალება, არავინ არ ასწავლა ყურადღება სხვა ადამიანებზე და ეხლა ატარებენ ხოლმე ხო რაღაცა თუ დაკვირებული ხარ გიორგი ფარული კამერებს ატარებენ ხოლმე ქუჩაში თქვათ ვიღაცას ცემენ ან რაღაცა ისე ჩაივლის ასი კაცი რომ არ მიიხედება გვერდზე საერთოდ იქ ვიღაცა გოგონა შეურაცხყოფას აყენებენ და არანაირი რეაგირება არ აქვს აი ესეთი ვიდეო რგოლი იყო კიდე ქონი კვირის პალიტრა აკეთებს მე პალიტრატივი აკეთებს ცხელ პურს ყიდულობს ხალხი და მიდის ახალგაზრდა და მომიტეხე რა პური და პურს არავინ არ უტეხავს წარმოვიდგინე ეს წარმოვიდგინე ხა რამდენად ისე როგორ უნდა გადაგვარდე ადამიანი რომ ახალგაზრდა ბიჭი რო გეუბნება პური მომიტეხე და რომ არ უტეხავ პურს და არ აჭმევ ხო ეს ამხელა დაუნახაობა ამხელა რა ესე როგორ უნდა გაიზარდო რომ ვიღაცას პური არ მოუტეხო და ანუ ეს ნიშნავს უკვე რომ დაზიანება ამ ფსიქიკაში და ისე გაიზარდნენ ჩვენს ოჯახებში ბავშვები რომ მას უმადლოები არიან, უწყალოები არიან, უყურადღებოები არიან და აქედან მოდის მე მგონი გიორგი ეს ეს ყველაფერი ჩვენ შემოგვიბრუნდება გიორგი მე, იმიტომ რომ დღეს რომ მე მოუტანე მას ძვირფასი ველოსიპედი, ხვალე მომთხოვა, ასე ვთქვათ, მოტოციკლი რო ვერ უყიდე, მე უკვე შეიძლება დაგიწყოს გინება და ან მოტოციკლი რო უყიდე, მე ავტომობილი მოუნდება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საშუალებაც არის ყველაფერი შეიძლება უყიდო, მაგრამ უნდა ასწავლო ის რომ მან თქვას რომ მადლობა დედა და მადლობა მამა. რომ ეს ყველაფერი არის ღვთის წყალობა. ღვთის წყალობა და ხვალე შეიძლება მე საშუალება აღარ მქონდეს და იმან მაინც მადლიერი უნდა იყოს ჩემი შვილი, ხვალ მე რას მოუტან და რას ვერ მოუტან, მაგრამ აი ამ ყველაფრის სწავლა ცოტა დღეს ძნელია და არც არავინ არ აკეთებს. მამას გონია რომ ყოველთვის ხელდატვირთული მოვა სახში. იქნება ხვალე სამსახური დაკარგო, იქნება ხვალე შენ არაფერი აღარ კონდეს და გაჭირვებაც უნდა ასწავლო
შენ შვილს რატო იყო რომ ჩვენი თავადები შვილებს გლეხებთან ასდიდნენ ხო აი აკაკი წერეთელის ცხოვრება ნახეთ ფილმიც არის აკაკის აკვანი რომ თავაც მიყავს ბავშვი გლეხთან რომ გაიზარდოს და იცოდეს იმ ჭადის და პურის ყადრი იცოდეს მადლიერება იცოდეს საიდან შემოაქვს საკვები მშობელს რამდენი ოფლი და შრომა ჭირდება რომ შენ გამოიკვებო და ჩაცმულ დახურული რომ დადიოდე ამ ჩვენმა თაობამ სამწუხაროდ ეს არ იცის ხო და რაღაც ვირტუალურ ცხოვრებითაც ცხოვრობენ ძალიან კარგი თემაა გიორგი და ფიქრობ რომ თუ შეიძლება მამო აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა მშობელს საბოლოოდ ხომ მაინც ალბათ დღეც დაუდგებათ ეგეთი ყველას აბსოლუტურად რომ ინანებენ იმას რომ მათთვის ყველაზე ძვირფასი და ძალიან ბევრზე ვიცი რომ უკვე ამბობს ამას რომ ის რაც დრო რაც ღმერთმა ქრისტემ აჩუქა ხო მოახმარა იმას ვინც ვერ დაუნახა და როგორი ცუდია და როგორი მტკივნეულია ხა შენ შეიძლება ზოგი რა სამსახურს ტოვებს იმისაც რომ სახში ჩაჟდეს რომ ბავში გაზარდოს ასწავლოს რაღაც ამას არ დაუნახავს ზოგი რას არ წვალობს აი ყველაფერს ცდილობს რომ ღამეები ათენოს სხვაგან და დღე ბავშვ მოახმაროს რაღაცა და აი ამ ძვირფას ზოგი მამო მაპატი უნდა შევეხო უცხოეთშია და იქიდან უგზავნის სწავლის ფულს ყველაფერს იმის გამო არის უცხოეთში რომ მისი შვილი და მეუღლე თუ ის ვინც იქნება ვისაც შენ აი ანუ დღეს ყველა ადამიანს ეგ პრობლემა აქვს მამო ვისაც შენ საუკეთესო დროს ანუ რასაც ვერასოდეს უკან ვეღარ დაიბრუნებ ახმარ ანუ უკან მოგდის არაფერი და ადამიანი სუსტია მამაო და ამბობს რომ მე მეკუთვნო და ეს ღმერთმა მემაჩუქა შენი გულისთვის მოუკვდი ვეწამე და შენ ამას ვერ ხედავ და ფაქტიურად მიდიხარ როგორც კვდები და სუსინანულში ხარ იმაში რომ აუ რისთვის ვიცხოვრე ხო აი ეს მომენტი არის და ნუ სხვა გზა არა გაქვს ეხა შვილია და გაგიჩნდა ან ძმა არის გაგიჩნდა ან ქმარი არის და ყავს ხო აი ეს მომენტი მამაო თუ შეიძლება მამაო როგორ უნდა ქნას რომ სანანებელი არ გაუხდეს იმიტომ რომ ყველა ადამიანი უმადური ეხა ის ადამიანი ვინც ღმერთი ვერ დაინახა ეხა როგორ შეიძლება დედა დაინახოს ან ბიძაშვილი ან მამიდაშვილი ხო მაპატიეთ აი როგორ უნდა შევეგუოთ მამაო ამას იმიტომ რომ გამორიცხულია შვილიც რო არ ყავდეს ვიღაცის მიმართ რაღაცა სიკეთეს რო აკეთებდი მაინც ვერ დაგინახავს და ბოლოს მაინც გული ყველას ვეუნები რომ მეთქი აი აუცილებლად ოდესღაც დაგწყდებათ ამას გული და ურტყავ ხოლმე და მე მეუნები რამოდენიმე აუ სწორი იყავ და ყველას უდგებ მეც დამიდგება შეიძლება ვიღაცას თქვენს დაგიდგეთ შეიძლება ხომ ჯვარი გვეწეროს მაგრამ არის ეს მამაო ცხოვრებისეული თუ შეიძლება იმიტომ რომ ისე გიყვარს ეს ეგრე შენ ვერასოდეს ვერავინ ვერ შეგიყვარს იმიტომ რომ სიყვარული ხომ აი სპირადია რაღაცა ინდივიდუალური თუ შეიძლება ბოდიშით დიახ აღზრდაში არის დაშვებული შეცდომა რომ ძალიან ბევრი მშობელი შვილს როგორც კერპს ის ეზდის და ეს კერპი მე თაყვანისცემას ითხოვს უკვე ფაქტიურად და არ შეიძლება ასე რომ 24 საათი შენ შვილზე ხარ გადაგებული და ეს აი აქედან შენ კერპი შექმნილი ფაქტიურად რა და მე ეს კერპი რო თაყვანისცემას გთხოვს მე გიკვირს რომ აი მე თელი ცხოვრება შენ შეგალია შვილო შენ რატო არ გიყვარვარ მე მან არასწავლა შვილის ღმერთის სიყვარული არასწავლა გაცემა არასწავლა მადლიერება ფაქტიურად რომ ვერ იყავი კარგი დედა და კარგი მამა და მე შენ ეს კერპი რო შექმენი შენი შვილისგან ამ კერპმა შენ არ დაგიფასა ფაქტიურად ეს პირველი მამაო რა უნდა ქნას რომ აი იქ არ წავიდეს რომ არ დაუფოს აი პირველი სიტყვაზე აი რა შეიძლება რომ აი წვრილმან ისეთი რაც გააკეთოს და შეუძლია დაიწყოს მასთან ურთიერთობა ისეთი რომ ის მოაბრუნოს აი პირველი წესი აი რამე თუ შეიძლება თქვენ რო ურჩიოთ როგორც მოძღვარმა ძირა არის გიორგი ძალიან ბევრ შვილს ეხლა მე ჩემი შვილის შვილებიდან ვიცი თავის მეგობრებზე ძალიან ბევრ შვილს მამის და დედის დანახვა არ უნდა დიახ ძალიან ბევრს აი რომ მამა რომ ნასვამი მოდის ხო ბევრი გოგონა კანკალებს სახში რომ ახლა მამა რომ იცის ნასვამი მოდის იქ იქნება გინება ლანძღვა და ჭკუები და დავიდარება ძალიან ბევრმა მშობელმა თავისი ქმედებით იგივე ზედმეტი სიყვარულით დედიკო მამიკო დედა მშობელს რო ეძახი აი არასწორი აღზრდის გამო დამახინჯებული ბავშვი მე აგიმხედრდება რა ფაქტიურად და მე გიკვირს რომ რატო გარბის შენი დედა და მამა შენი შვილი რატო გარბის შენი გარემოდან იმიტომ რომ იმ გარემოში ყოფნა მას არ სიამოვნებს იმიტომ რომ იქ იყო გადამეტებული დედიკო მამიკო ან კიდევ ძალიან სიცივე ძალიან ესეთი უხეშობა თავხედობა და მარტო ის ხო არის ფული და აი ფული არ არის მამა და დედა რომ ესე თქვა სახში შემოვლენ შვილებს უნდა უხაროდეთ მათი დანახვა და უთქმელად უნდა შვილები მათ ეფერებოდნენ და ესე ყვავილებოდნენ. ესე კი არა რომ აი გინდა თორა დაალაგე გარეცხე, რას გავსაქავრობა დაგავე, არა. ეს ყველაფერი ისეთ სიყვარულით უნდა ხდებოდეს, რომ აი ამაზე ხმამაღალი საუბარიც აღარ უნდა იყოს, მაგრამ აბა დავაკვირდეთ ახლა ჩვენი ოჯახურ ურთიერთობებს, როგორი მიმართვები აქვს მშობლებს შვილების მიმართ ან შვილებს მშობლების მიმართ. ან უსიყვარულობის ბრალია გიორგი, აი უზნეობის ბრალია ხშირად და ოჯახებში სითბო და სიყვარული აღარ არის ფაქტიურად და ერთი სულია გოგონას რომ გაიზარდოს და გათხონდეს და ამ ოჯახიდან გავიდეს და
იგივე ვაჟიც თქვა ან უცხოეთში გაიქცეს მე რაღაცას და ოჯახში მოსვლა აი რატო არის რომ გვიან შემოდიან ბავშვები ოჯახებში რომ აღარ არის ერთობა მამა ტელევიზორს უყურებს ან რაღაც ფეხბურთს უყურებს რაღაც ან დედას რაღაც ვიღაც დაქალს ეჭერავება და ინტერნეტშია და ერთობა ოჯახში აღარ არის ფაქტიურად და ოჯახის წევრები ერთმანეთს უკვე ვეღარ იცნობენ ახლა მახსენდება აი ოთარან თქვრივი ხო ძალიან ცნობილი ნაწარმოებია წარმოიდგინე როგორც დიდ და ოთარან თქვრივი ძალიან ცივად ხო ძალიან კაცრი დედა იყო და როგორც კი გიორგი გაიზარდა და დამოუკიდებელი პიროვნება გახდა წავიდა და არჩილს და კესოს დაუდგა მოჯამაგირეთ და გულისკივილი ნახეთ რას ამბობს ოთარან თქვრივი ისე მიდისო უკანაც კი არ იყურებაო მე ძალიან მეტკინა ეს ნათქვამი როგორ გაზარდა ქვრივი იყო ხო ობლა თავისი შვილი და ის როგორც კი გაიზარდა წავიდა და მიდის თავად ბატონთან მიდის სიყვარულის გამო რა თქმა უნდა მაგრამ უკანაც კი არ იხედებაო და ჩვენი შვილები რომ გადიან და უკანაც არ იხედებიან უკვე აქ რაღაცა ჩვენი ესე თქვათ ბრალიც უნდა იყოს გიორგი რომ ისე უნდა გაუთბო ბავშვს გული და ისე უნდა უყვარდეს აი რასაყვარელი ხარ მამა რასაყვარელი ხარ დედა ვინმეს ეს მოგვისმენია ეს სიტყვები ბოლოს თუ აუ რა უტანელი ხარ და გულში ზიზღის სახით რომ იყურებს აი პირველ რიგში ახალგაზრდა რომ მოდის გიორგი ახსარებაზე ვეკითხები რომ პატივს ცემ დედას და მამას კი რა თქმა უნდა აბა მოიცადე კარგად მიგითხარი ახლა უჯერე უკვე მე თავს შაღუნავენ და ასე შემდეგ და კიდევ მეორე მე მაინც აქცენტი მშობლებზე მაქვს გამახვილებული რომ მოდი ჩვენ შვილებს თბილი გარემო შევუქმნათ რომ მამაზე საყვარელი ვინ უნდა იყოს და დედაზე ტკბილი ვინ უნდა იყოს მითხარით ხო მაგრამ რატო არის რომ ვიღაც მე ხდება მისი ავტორიტეტი ჩემი შვილის ავტორიტეტი რატო უნდა იყოს ვიღაცა ქუჩის ბიჭი ან ვიღაცა სერიალის გმირი ან ვიღაც მოკრივე და მოჭიდავე ხო რატო უნდა იყოს მე არ უნდა ვიყო ერთხელ ერთი ისტორიის მასწავლებელი გიორგი უყვება ბავშვებს რომ ყველაზე მაგარი კაციო იყო ალექსანდრე მაკედონელიო მოუყვა მან მისი ომები და ერთმა თქვა რომ მე ვიციო მაგაზე მაგარი ვინ არის ვინ არის მამა ჩემიაო მაგაზე მაგარი და იმ ერსო მართლა აქ მომავალი ვისაც გონია რომ შვილის რომ მამამისი ალექსანდრე მაკედონელიზე მაგარი კაცია ხო ესეც უნდა იყოს მაგრამ ისე კი არა რომ ყველაზე აუტანელი მამა ჩემია ყველაზე რა ვიცი ესე დედა ჩემია და ესეთი რაღაცები რა და ეს მისახედია ძალიან რა ზოგადად გონია რომ ხა საჭმელი თასმელი რომ მიიტანა და საჩუქრები მიიტანა ეს არის მთავარი ეს არ არის მთავარი შეიძლება არაფერი არ მივიტანო მაგრამ ისეთი სიყვარულით შევიდე სახში რომ გათბეს კედლები და ჩემი შვილები ჩამეხოთნენ კისერზე ჩაუმეკიდნენ ხო მაგრამ ეს აღარ ხდება გიორგი ამ ტელევიზიამ ამ ინტერნეტმა ამ ფეისბუქამ გადარია ხალხი საერთოდ და ხანდახან ხო შეიძლება რომ ყველაფერი გამოვრთოთ და ჩავერთოთ ოჯახში და ერთად ვიტრაპეზოთ ხო ერთად წავიკითხოთ ლოცვა ან დაждდეს მამა რაღაც საინტერესო მოყვეს და რაღაც მოკლედ რა ვიცი აღარ ხდება ფაქტიურად ხო ჩვენ ხო ოჯახები ფაქტიურად სიმბოლურად აგვაქვს გიორგი რა ფაქტიურად და ეს ყველაფერმა გამოიწვია მე დაზიანებული ფსიქიკის მომავალი თაობა და აი ხვალინდელი დღე როგორი იქნება ჩვენი ძალიან ცუდი და მძიმე იქნება შეუგნებელი უსინდისო უმადური ასე ვთქვათ გაუნათლებელი და ურწმუნო თაობა მოდის ათეიზმი უკვე ფაქტიურად არის ზენიტში დღეს რა თუ დროზე არ მივხვდეთ ამ საკითხებს მე მგონი ჩვენ ოჯახები აღარ გვექნება და სახელმწიფო ოჯახებისგან შედგება და ოჯახები თუ არ არის თბილი მოსიყვარული ოჯახი ხო მცირე ეკლესია ფაქტიურად დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობა ოჯახებში და ყველა ჩვენთაგანმა უნდა დავიწყოთ ამ ყველაფრის გამოსწორება დიახ იცით მამათან აი თუ შეიძლება ამას დაკავშირებთ აი უფროს თაობასთან საერთოდ დაშორებულნი არიან და თან ამაში მშობლები უწყობენ ხეს აი მაგალითად რო ეთქვი რომ მოდი რა ბაბუა ბებიასთან წადი და ის არ ხო დედა ჩაირა ასქვი რა უნდა ეხა ბაბუა ბებიას სასწაული აქვს რა რაღაცა და ესეთი მომენტი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე აი რაც აი სწავლასთან დაკავშირებით მაგალითად შაბათ კვირას ეკლესიაში არ ატარებენ სიტყვაზე და აქვთ ხოლმე ის მომენტი რომ სიტყვაზე ასწავლიან რაღაცა ფრანგულს რა რაღაცა რომელიც ფრანგული ჭირდება ერთხელ და ეკლესია მთელი ცხოვრება ღმერთი ხო აი ესეთი მომენტი არის და თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით აი რა უნდა ხა იმიტომ რომ ვერ ვიხოლმე იმას რომ მომდი რა მათემატიკაზე ნუატარებ მოიყვანე წირვაზე და უფრო მეც ისწავლის ვიდრე ის ხო მაგრამ არა ეს მომენტი აქვთ ხოლმე ის ვერ მოვა ჩემი შვილი ხვალ ჭიდაობა აქვს ნუ ეხა საჭიდაობა რაღაცა სადღაც იმაში რა ქვია გაკვეთილი და სად ეკლესიის წირვალოცვის მოსმენა ხო აი ეს მომენტი მე თავის თავს უნდა დააბრალო ხო ისე რომ ესე თუ უწყობენ ხეს რომ მე ცუდი ბავშვები რო აღიზდებიან ხო თუ შეიძლება მამა აი ამასთან დაკავშირებით აი რას ურჩევთ მამაო აი საიდან აი თვითონ ვინც ვერევა საიდან დაიწყოს ვერ ერევა მოიყვანოს მამა გიორგისთან ან რა ვიცი მამა ილიასთან აი რა უნდა უყოს მამაო
გიორგი ჩვენ ბავშვობაში ყველა ვისწავლეთ, არ ვიცი ახლა ეს ისწავლება კიდე თუ არა, მარკ ტვენის ჰელკბერი ფინი, უპატრონო ბავშვი იყო ეს ჰელკბერი ფინი და ერთმა დიდარმა ქალბატონმა იშვილა ეს ბავშვი და უკითხავს სახარებას ყოველდღე და ეს ბავშვი იტანჯება, წარმოვიდგინე, ვერაფერს ვერ იგებს ამ სახარებიდან. მერე ასე თქვა წაუკითხა მოსეს ცხოვრება, ძალიან დაინტერესდა. რო გაიგო რომ მოსე მკვდარი იყო, აღარ მაინტერესებს რა ახლა მკვდარი ადამიანებზე რომ ელაპარაკები. ანუ აქ დაგვანახა მაგტვენმა რომ ჩვენ ხშირად ისე უკითხავთ სახარებას და ისე ველაპარაკებით ჩვენ შვილებს ისინი საერთოდ ვერ იგებენ ამას ჩვენ ცხოვრებისეულად და ცხოვრების წესით უნდა გავანახოთ ღმერთი და სიყვარული ჩვენ შვილებს და არა აბა სახარება წაიკითხე შენ დღეს დაუჯდომელი წაიკითხე პარაკლისი წაიკითხე და ამ ბავშვს უკვე აღარ გაუგია რა დაუჯდომელი რა სახარება ვინ მათე და ვინ მარკოზი ხო ამიტომ ეს სახარებისეული ცოდნა და ბიბლიური ცოდნა და ცხოვრების წესი უნდა იყოს შეთანხმებული. შეიძლება რომ მამამ სახარება წაკითხოს და თან ესეთი მკაცრი და ესეთი აუტანელი იყოს, ხო წარმოუდგენელია რა. სახარებისეული პერსონაჟები და ბიბლიური პერსონაჟები მამამ და დედამ უნდა ცხოვრების წესით უნდა განახორციელოს და წარმოვიდგინე შენ ახლა დღეს ისწავლე მათემატიკული ცხოვრება და თან მკაცრად ყურების ახევით. ამაო ჩვენ ოიცით და ესეთი რაღაცები, ხო? ეს ძალიან ბევრი აკეთებს ამას და ბავშვები ესე დათგუნულები არიან მერე და საერთოდ უკვე ზურთ წმინდანები და ესე ვთქვათ გარკვეული წმინდა მოვლენები. აი ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს მშობელმა რომ ეს ყველაფერი რასაც ეხება ეკლესიას ღმერთს რატომ არის გიორგი რომ აი ახლა მე მგონი ამაში ყველა დამეთანხმება რომ 10 წლის ბავშვები 9 წლის ბავშვები 14-15 წლამდე დაყავთ მშობლებს სისტემატიურად აზიარებენ როგორც კი ბავშვი ხელს გაუშვებს მშობელს და უკვე წამოიყვინჩება აღარც ერთი აღარ დადის ეკლესიაში. აი რა მოდი ხამ შეკითხვას ვსვაო და მიპასუხოს ვინმე თუ შეიძლება რატო? იმიტომ რომ ეს ბავშვი დადიოდა ინერციით ძალა დაყავდათ არც ქადაგება ესმონდა, არც არავინ არ უხსნიდა იმ ქადაგებას ბავშვის დონეზე რომ გაეგო რომ რაზე იყო ეს ქადაგება, რატო უნდა ვიარო ეკლესიაში და დედა ეუბნებოდა, აი მამაო რო გაზიარეს, მე ზოპარკში წაგიყვან, მე ხაჭაპურს გიყიდი, მე ნაყინს გიყიდი და ბავშვის ზიარება იყო, მე ნაყინი და ნამცხვარი და ზოპარკი, ხო? და რა ის თქვათ რომ შენ შვილო აი მოდი დღეს უნდა ეზიარო და იცი რა არის უზმოზე უნდა იყო და თავი შეიკავ. არავინ არ ასწავლა, არა უშორად ესეთი საუბარიც ვიცი რომ ბებიას ეუბნება შვილი ეხლა მე ვჭამო და შენ ხო მამაოსთან ახლოს ახარ, მამაოს უთხარი და მამა მაინც მაზიარებსო და შენ თუ არ ასწავლე შვილს რაღაცაზე თავშეკავება, თუ რაღაცა სიყვარულით, რაღაცა ღვთის მოშიშება, ისე კი არა რომ ახლა შენ მამაოსთან მიგიყვან და რაღაცები, არა, აი თბილად სიყვარულით რომ ღმერთის სიყვარულია და არა რაღაც სასტიკი არსება, ხო? ეს არ ხდება და ძალიან ისეთი თემა წამოვიწყეთ გიორგი რომ ამას შეიძლება ეხლა ამას შეიძლება სამი დღე არ იქნება მართლა ამიტომ რა მინდა მოკლედ რო თქვა რომ თუ ჩვენ გვინდა რომ შეგნებული შვილები გვყავდეს თუ ჩვენ გვინდა რომ მადლიერი შვილები გვყავდეს ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ვასწავლოთ არა მარტო სიტყვით და არა მარტო სახარებისეული ფრაზებით არამედ ცხოვრების წესით რომ ჩვენი სახე იყოს მომღიმარი, თბილი, მოსიყვარულე და ჩვენი შვილებიც ასეთები იქნებიან და თუ ჩვენ ვიქნებით ნიღბებით, ვიქნებით ძალიან მკაცრები ან ძალიან გულგრილები, ეს ყველაფერი ჩვენ შვილებში აისახება და ჩვენი თაობა იქნება ძალიან შეუგნებელი და უმადური თაობა. ღმერთმა დაგვიფაროს ამ მდგომარეობიდან. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მამო, სამწუხაროდ ბოლო წუთი დარჩა და რა ვიცი თუ დაგულოცავთ კიდე და აი ღმერთმა დაგლოცავს ჩვენი ქვეყანა გიორგი ყველა მსმენელი, ყველა მაყურებელი და მე მადლობა ვსწირავ ღმერთს ყოველთვის რომ მეძლევა საშუალება ამ ტელევიზიის ეთერით ასეთ საკითხებზე ვისაუბრო და შენდობას ვითხოვ თუ ისე ვერ თქვი რამე როგორც უნდა მეთქვა მე არა ვარ აზდაკი ესეთი ბრძენი ბოძღვარი რომ ყველაფერი ზუსტად ავყვა თუ რამე შემეშალა თუ იმეს გული ვატკინე თუ ისე ვერ თქვი როგორც უნდა მეთქვა შენდობას ვითხოვ და ვეცდები უფრო გასაგებად და უფრო აზრიანად ვისაუბრო მადლობა შენ გიორგი აქ დიდი მადლობა თქვენ მამაო და აუცილებლად თემა ისეთი იყო მამო ვინმეს აუცილებლად უნდა ტკენოდა და ну ეხ თუ ეთკინება დროებით იქნება დარწმუნებულია მე მიხვდება თუ თქვენ რამხელა სიღრმეს ლაპარაკობთ და რამხელა მისთვის რას ლაპარაკობთ და აუცილებლად გაუჯერეთ მე გთხოვ და აი შვილებს აი რა ვიცი სანამ აი არის ეს თაობა რომ რაღაც iPhone 6-ის თაობას ვეძახი ხა ამ თაობას ხა 7 გამოვიდა მე მგონი მაგრამ სანამ ამ ტელეფონებს რაღაცებს უღი ვიცი რომ თქვენი შვილს ყველაზე კარგი გინდათ ყოველთვის და რაღაცა მაგრამ ის ასწავლე თუ შერის საიდან მოგაქვს ის კი კაი უყიდე ის ყველაფერი რაც უნდა მაგრამ შენ შრომას რო
დააფასებს, ის შვილი აუცილებლად გამოგადგება და ის რომ ის არ აინტერესებს შენ ამ iPhone-ის გულისთვის რეებს იზამ, ან ვინმე სადღაც რომ მოკლავს და მაინც ამას ტელეფონი მოუტანო და სულ ერთია საიდან მოუტან, ის შვილი არც არ გამოგადგება და დარჩება იმ iPhone-ის შვილად და ასე რომ გაითვალისწინეთ, უბრალოდ ის ასწავლეთ, რომ თქვენი შრომა დააფასონ, იმიტომ რომ სამწუხაროდ მე მათაც ეყოლება ჩვილები და მათაც არ დაუფასებენ. ეს არის ისეთი რაღაცა ბუმერანგივით მოუბრუნდება და მე გეტყვიან თვითონ მე კი მიხვდები, მე გვიან იქნება ძალიან და ისე თქვენ დაგაბრალებენ და რა ვიცი, ასწავლეთ თქვენი შრომის ფასი ასწავლეთ აუცილებლად. თუმცა ისე არა რომ ყელში ადინოთ, უბრალოდ დააფასონ ის, რა ვიცი, ბევრს ისეთი ფული მიაქვს და ისეთ იმას ახმარ შვილს, რომ ის ფული რო იცოდე შვილმა უკვე ადამიანად იქცევა, რა რომ აი რა სჭამს და ვისაც ჭამს, ბოდი სამწუხაროდ რო გადაგვიცდა და კარგად ზანდებოდეთ გემშვიდობებით, შაბათს დაგივნებით საღამოს 9:30-ისათვის. ეს გადაცემა ხვალდილისათვის იქნება 7:30-ზე განმეორებით. კარგად ზანდებოდეთ დროებით, ყველამ გაუშვით ხვალ წირვაზე აუცილებლად და 100,000 მოწამის ხსენების დღეა და პარაკლისზე გაუშვით ბავშვები აუცილებლად. დიდ მადლობას მოგახსენებთ, მამა გიორგი თეოდორაშვილი იყო დეკანოზი ნარიყალის ტაძრის წინამძღვარი. კარგად ზანდებოდეთ, მე კი გახდით გიორგი დარასელია დროებით.